ახალი წელი გისოცებს მიღმა რეპრესიული რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ სამშობლოს სიყვარულისთვის დააპატიმრა 2025 წელს ციხეში ხვდებიან. უკანონო პატიმრების მხარდასაჭერად გლდანის საჯელახსრულების დაწესებულებასთან სულ მალე მათი ოჯახისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები შეიკრიბებიან და საპყრობილესთან შეხვდებიან ახალ წელს. უფრო კონკრეტულად საპირებს სამოქალაქო საზოგადოება უკანონოდ დაკავებულთა მხარდასაჭერად ამის შესახებ ნინო ჟიჟიაშვილი საუბრებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. Დიკო 50-ზე მეტი რეჟიმის პატიმარი ამ ახალ წელს ხდება გისოცებს მიღმა საპატიმროში და მათი უმრავლესობა 30-მდე პირი ამ ეგრეთ წოდებულ სასჯელს იხდის გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. სწორედ ამიტომ მათმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, თანამებრძოლებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს ისინი სიმბოლურად შეიკრიბნონ 11 საათზე პენიტენციურ დაწესებულებასთან, ადმინისტრაციასთან. იქ გაიმართება ერთგვარი საპროტესტო აქცია, რამდენიმე საათს გაატარებენ ისინი იქ და სიმბოლურად სწორედ იქ გლდანის საპატიმროსთან შეხვდებიან ახალ წელს, ასევე გადაწყვეტილი აქვთ, რომ მხარდაჭერის მიზნით მათ შეუგროვონ წიგნები ამ რეჟიმის პატიმრებს და წერილები მათ მხარდასაჭერად, რომელსაც მოგვიანებით საპატიმროში შეაგზავნიან. მე მოვწოდე ყველას, რომ ვისაც უნდა და ვისაც აქვს საშუალება, რომ გამოვიდეს გლდანის ციხესთან, სადაც ახალი წლის შესახვედრად, თვითონ 12 საათის შესახვედრად. იმიტომ რომ აუცილებელია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, ვინც არიან, ვინც ჩვენი ბრძოლას, ჩვენთან ერთად ბრძოლობენ და არიან უკანონო დასჯილები, რომ იგრძნონ, რომ მარტო არ არიან და ჩვენ ყოველთვის მათ გვერდში ვიქნებით. 11 საათზე გლდანის საპატიმროსთან ელოდებიან ყველა, ვინც აპროტესტებს აი ამ რუსულ რეჟიმს, აპროტესტებს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. იქ 2 საათს გაატარებენ შეკრებილი ადამიანები, შემდეგ კი ისინიც გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე.